Პოლიციაცვლილებისთვის პოლიცისაბჭოს თავმჯდომარეა ჩვენი გადაცემის სტუმარი საღამშვიდობისა. დიდი მადლობა. დავიწყებთ რა თქმა უნდა იმის შეფასებით, რაც მოხდა მელიქიშვილზე. ჩვენ ვნახეთ არ მოვერიდები ამის თქმას, იმიტომ რომ ფაქტებით და ადგილზე თვითმხილველების მონათხრობით დასტურდება, რომ იყო პრაქტიკულად ორგანიზებული დანაშაული, საიდანაც პოლიცია იყო ჩახსნილი და ინერტული, მოხდა თავდასხმა და მხოლოდ შემდეგ პოლიციამ ჩარევასაც ვერ დავარქმევ, ამას მოქმედებდა გეგმის მიხედვით, რომელიც ხელს აძლევდა აი ამ ხალხს, რომელიც თავს დაესხა აქციის მონაწილეებს. რატომ ამწვავებს თქვენი აზრით ქართული ოცნება ახლა სიტუაციას? არა, ქართული ოცნება ფიქრობს ეს კრიმინალური რეჟიმი და გომელაურსაც მაგიტო გასცხო კეფაში დღეს ირაკლი კობახიძემ. ფიქრობს იმას, რომ რაც ვერ მოახერხეს პოლიციის ზალით, დაჭერებით, ნარკოტიკების ჩადებით, ადამიანების ტელეფონზე დარეკვით და გინებით. ახლა ამ ვიგინდარების, ამ პოლიციის ზურგს უკან ამოფარებული Facebook ტროლებით და ამათი გარკვევა და იდენტიფიცირება მიდის. სხვათა შორის ეს ხალხი სამუშაოებენ Facebook ტროლებად, 2-3 ადამიანს იდენტიფიცირება მორჩა, რამოდენიმე Facebook აკაუნტი აქვს, დასაქმებული ყავთ 500 ლარად, 700 ლარად და ამას აკეთებინებენ. ესენი ყველა დაიჯება და ამათ ქმედებას აუცილებლად აი ამ ნაძირლების ეს რო ურტყამენ ადამიანებს გამეტებით ხელს და ჩვენი კოალიციის წევრები ყველას ვინც ეხლა როგორც შემოდიოდი გავიგე რომ უკვე რუსთაველზე დაიძრენ ჯგუფში ჩავწერეთ მოუწევთ ყველა უნდა იყოს აუცილებლად ეხლა რუსთაველზე ამ შემთხვევაში ვინაიდან ამ ადამიანებს ამ ნაძილებს არ დავაჩაგნიოთ არც ერთი პროტესტანტი ის მოდა ადგილიდან მოწოდება რომ ყველა ჩვენი პარტიის წევრები და კოალიციის წევრები ისედაც არიან ადგილზე მაგრამ ეს არის მარში იცით ალბათ ის მარში რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მოდის ყველანი უნდა იყოს ეხლა რუსთაველზე რომ ამ ნაძილებს ვერ გაბედონ ამ ვიგინდარებმა ის რასაც აკეთებენ პოლიციის ზურგს უკან ამოპარებული და ხელს შეუბრუნებ და შემდეგ იწყებენ იმას რომ ზოგს ლოყა უწითლდა ზოგს კეფა გაუწილდა ზოგმა შეურაცხყოფად მიიღო ეს დარტყმა და ასე შემდეგ მე კითხეთ რატომ აკეთებს ქართული ოცნება მეთქი ამას თენგო და იცით რა არის საინტერესო ანუ ეს ხო აბსოლუტური ილუზიაა რომ აი ამ მეთოდებით ამ აქციას რამე ისეთი ზიანი მიაყენო ადამიანებს შეიძლება მიაყენოს ზიანი მაგრამ თავად იდეარის გამოც ეს ხალხი დგას იქ ამ იდეას ამ მეთოდებით ვერ გატეხა აი ეს ხო ფაქტია ხო დამეთანხმები არა მხოლოდ საქართველოს შევარნაძის ასლან აბაშიძის ყველა რეჟიმი ბოლოს იყენებდა ტიტუშკებს დამეთანხმები კი ასე უკრაინაში ტიტუშკა სიტყვა საერთოდ გვარია ხო ტიტუშკო ადამიანი რომელიც შეკრიბა ესეთი აი ესენი შეკრიბა რა იქ უკრაინაში ამას იყენებთ ამათ თუ გონიათ რომ ეს შერჩება ძალიან ცდები ამათ ეს იმიტომ შერჩა და ეხლა დღესაც მაჩვენს რომ პოლიცია უმაგრებს ზურგს ჯერჯერობით მაგრამ ესე ვერ გაგრძელდება ამ პოლიციის ზურგს უკან დამალული ნაძილები ამას ვერ შეძლებენ იმიტომ რომ ეხლა შემოდიოდი ვიდეო ვნახე როგორ ურტყამს ქალბატონს ხელს ერთ-ერთი ამადგანი ამათ აუცილებლად მოეთხოვა პასუხი მაგრამ კალაძემ გადაწყვიტა როგორც ჩანს რომ არჩევნები მოთავებული აქვს მისი გაგებით და ეხლა უნდა რომ პროტესტიც ასე ვთქვათ დაამარცხოს რა აი ამ ოფისის გახსნით სრულიად საპირისპირო სურათი მიიღო რეალურად ეს არის კიდევ ერთი ადგილი სადაც პროტესტი იმართება პრაქტიკულად უკვე ყოველ დღე ხო არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში არის ეს ადგილი და რა თქმა უნდა რუსთაველი და ყველა ის ადგილი სადაც სიტუაციურად საჭიროა რომ აქცია გაიმართოს რომ დავამატო რომ აშკარაა შიგნით პოლიცია სადა ამ კალაძის ბანდ ფორმირებას შორის საბოლოო ჯამში არც პოლიცია კრიმინალური რეჟიმია არის რაღაც პრობლემები ანუ მე ვიცი რომ პოლიციას აყენებენ შეურაცხყოფას რომ მან ვერ მიხედა საქმეს დღეს თქვა ხო პირდაპირ მან კრიმინალმა კობახიძემ რომ ვერ მიხედა საქმეს და ეხლა როგორც ჩანს მიდის გადაბარება რომ ამ ბანდ ფორმირებებს გადააბარო მაგალითად თქვენ გაიგებდით ხო ამ ქალაქში ცხოვრობთ ყოველ დღე მათ ქოც ბიზნესმენებს აი მათ რო ყოველ დღე ურტყამს კონკრეტული ჯგუფი რომელიც მოწვეულია საქართველოში და ალბათ ეს დადგინდება ყოველ დღე ცემენ ბიზნესმენებს რომ ფული მოიტანოს და ასე შემდეგ. ამათი ასე ვთქვათ პროცესი არსებობს ქართული ოცნების შეიძლება ეს ბევრჯერ მოусმენია თქვენს მაყურებელს, მაგრამ ყველაზე კრიტიკულ ეტაპზეა. ამაში ვარ დარწმუნებული. ყველაზე კრიტიკულ ეტაპზეა და ეს თუ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა
პროდასავლურ ძალებს საქართველოში უკან დასახევი გზა ჩაუხერგა. საზოგადოებას ჩაუხერგა. არჩევნებში პროდასავლური ძალები არ მონაწილეობენ. საარჩევნო ნომრები, დაფინანსება და ასე შემდეგ ტექნიკური საკითხები არ არსებობს. ადამიანებს ყოველდღე ქუჩაში ურტყავენ. პოლიტიკური პარტიის ლიდერები არიან ციხეში. და ეხლა ვინ ეს ტიტუშკები შეგვაშინებს და დავჯდებით სახლში და აღარ გავაპროტესტებ? გამორიცხული ეს. აი მოდი შევეხოთ უკვე ორ აქციას. ეს არის 13 სექტემბრის აქცია, მსვლელობა, სადაც ჩართულია როგორც მინიმუმ 8 პოლიტიკური პარტია, მაგრამ საზოგადოებრივი ჯგუფები უერთდებიან, რასაკვირველია. და მეორე აქცია არის 4 ოქტომბრის აქცია, სადაც ყველა მიიღებს მონაწილეობას, უბრალოდ იქ ორგანიზებისა და პასუხისგებლობის ნაწილში ცოტა განსხვავებული ვითარება. მოდით 13-ით დავიწყოთ. რა მიზანს ისახავს ეს აქცია, რატომ იმართება ეს კონკრეტული აქცია? ყოველდღეა, მაგრამ შიგადაშიგ არის დიდი აქციები და მათ შორის 13 არის ასეთი დღე. 13-ის აქცია პირველ რიგში არის ის, რომ კიდევ ერთი უარი უთხრათ რუსულ რეჟიმს და ასევე უვიზოს დაკარგვის საფრთხეს და დაკარგვის უშიშრებთ. მისი შინაარსი, როცა ეს აქცია და გამოცხადა, იყო ეს და ამ შინაარსის ირგვლივ არის. მაგრამ ეს 13-ის აქცია მოიცავს ყველა იმ უსამართლობაზე პასუხს, რასაც თუნდაც გამოცხადების შემდეგ და თუნდაც დღესაც ვხედავთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. მათ შორის მელიქიშვილის ქუჩაზე როცა გავივლით, უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, რომ ამათი ჩეკეტილები იყვნენ ოფისებში. არ ურჩევ კალაძეს, არ ურჩევ, გასაგებია რომ მე დაიწყებენ ჩვენებების მიცემას, ხალხზე მოწმეებს მოიყვანენ და ასე შემდეგ. კალაძეს არ ურჩევ, რომ ეს რასაც ეხლა აკეთებს, რომ ქუჩაში გადაიტანოს მის ზონდერებსა და ტიტუშკებს. აი მეუბნებიან რომ ეს ახალი კადრია, პირდაპირ ეთერია, სადაც კიდევ არის თავდასხმა, აი ახლა ხედავთ თქვენ, აი ამ კადრს აი ახლა ვითარდება ეს მოვლენები ადგილი თუ შეიძლება რომ მითხრათ ზუსტად არ მინდა შემეშალოს რუსთაველზეა უკვე თუ ისევ მელიქიშვილზე მელიქიშვილი ჩანს თითქოს არის თუ არა ეს ახალი მასალა თუ ძველი მასალა კარგით რომ დავაზუსტებთ მითხარით თუ შეიძლება მანამდე ხო თუ შეიძლება არ იყოს ახალი მასალა ყოველ არ არის ახალი ეს არის იმ კამერის მასალა, რომელიც გადაიღო ჩვენმა ჟურნალისტმა და რომელიც პირდაპირ ეთერში მოგვეწოდება, რომელიც არ ყოფილა ამ დრომდე ეთერში და პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ ვიღებთ, დაგვიანებით ვიღებთ, ანუ ეს რეალური კადრებია. დაახლოებით 1 საათის წინ. ახლა არ ხდება ერთის. გამწუთას ეს არ ხდება. მე მეგონა რომ ეს ახლა ხდებოდა, თუმცა ამას შეიძლება ითქვას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ხდებოდა და მოხდა ეს ამბავი. კი ბატონო, 13-თან დაკავშირებით თუ შეიძლება დავასრულოთ აზრი. 13-ის პროცესი, 13-ის პოლიტიკური პროცესი და 13-ის აქცია იქნება მნიშვნელოვანი. ნიშნულოვანი, ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ. ეს არის ერთ-ერთი გაგრძელება. ჩვენ არაფერს არ ვიწყებთ 13-ს, დაიწყო 28 ნოემბერს და უფრო ადრე კოალიციაცვლებისთვის თესეუსთან. ჩვენ ეს არის გაგრძელება. ბრძოლა არის მანამდე, სანამ ქართული ოცნება არ დამარცხდება და ეს რეჟიმი არ ჩამოიშლება. ეს არის როგორ ვთქვით, 10,000-ობით ადამიანს აქვს ფაქტურად დადებული სიტყვა, მიცემული ერთმანეთის სიტყვა, რომ არ დავიშლებით მანამ, სანამ ამ კრიმინალებს არ დავამარცხებთ. ესენი არიან კრიმინალები. წარმოიდგინეთ, ერთი ხელით გცემენ, მერე ჩვენებას აძლევენ, რომ ხელი შემომიბრუნაო და თუ ესეც არ გამართა, ადიან და ნარკოტიკებს უდებენ ადამიანებს. ამ ხალხს, ანუ ამ გაგების ხალხს, ესენი არ არიან პოლიტიკოსები, მე სხვა რამეს კი არ ვსაუბრობ. ეს პოლიტიკური გაგების მქონე ადამიანები არ არიან. ესენი არიან კრიმინალები, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვთ, რომ არა მხოლოდ ხელისუფლებაში იყვნენ, არამედ ამ პირობებში იყვნენ ოპოზიციაში. ბატონო, ბევრი დრო არ დაგვრჩა, ახლა რაც შეეხება, მოკლედ თუ შეიძლება 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. იქ იქნებით თქვენ. იქ მიიღებთ მონაწილეობას, მაგრამ სად გადის ზღვარი თქვენს მონაწილეობასა და პასუხისგებლობას შორის და არის თუ არა მისაღები ეს ლოზუნგი თქვენთვის, რომ 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვასრულებთ. არა, მისაღები როგორ არ არის, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ. ყველაზე ესე ვთქვათ, არ მინდა დავიწყო დიდი მთავარი მსხვილი და ასე შემდეგ. ეს არის კოალიცია, რომელიც ვართ ახალი გირჩი დროა, 4-ში ვიქნებით აქციაზე.
მივესალმებით თუ 4-ში, 3-ში, 2-ში დასრულდება ხელისუფლება, 4-შიც თუ დასრულდება 4 საათზე და უნდა დასრულდეს, ეს იქნება მისასალმებელი, მაგრამ ვიქნებით მანამ სანამ ქართული ოცნება არ ჩამოიშლება. ეს სექტემბერში მოხდება თუ 4 ოქტომბერს, ორივე ეს რას ნიშნავს? ანუ ვიქნება უწყვეტ აქციებს გულისხმობ თუ რაიმე ახალ ფაზაზე გადასვლას 4-ის შემდეგ. მათ შორის თუ ის შედეგი, რასაც ორგანიზატორები არ ამობენ და დაშვების დონეზე, ჩვენ არ შევაჩერეთ ბრძოლას. 4-შიც, 5-შიც, 6-შიც ვიქნებით ყველგან, სადაც საჭიროა. ეს იმას გულისხმობს, რაც ისედაც ხდება ყოველდღიურ აქციებს თუ რაიმე სხვა შეთავაზება ჩვენ კიდევ ერთხელ არა, შეთავაზებებიც გვექნება, რა თქმა უნდა, აქციები როგორც 13-ია, 27-ია, 4-ია, ეს პროცესი დასრულდება 13-ში, 27-ში, 4-ში თუ გაგრძელდება. ყველა შემთხვევაში ვიქნებით იქ, ვიქნებით მათ შორის თანაორგანიზატორები, 13-ის აქციის თანაორგანიზატორები ვართ და ვიქნებით ბოლომდე სანამ ქართული რატო არ ხარ თანაორგანიზატორი 4-ის აქციის და რა ტიპის პასუხისგებლობას უფრთხით, შეგიძლიათ გითხრათ? გეტყვით მაგასაც კონკრეტული საკითხი როცა ხდება ამის დაგეგმა, რა თქმა უნდა, ვინ არის თანაორგანიზატორი ამის შესახებ ინფორმაცია უნდა გქონდეს ჩვენ და პარტიები ამასთან დაკავშირებით როცა რუიანში ვიყავით საუბრობდით და ამ შემთხვევაში პარტიის პოზიცია იმ პარტიის რომელიც ნაწილობრივ არის ორგანიზატორი ამისა არ ამბობდა რომ ორგანიზატორი იყო შემდეგ სხვა მიმართულები წავიდა ეს არის არაპარტიული აქცია არამედ ხალხის აქცია ხალხის აქციაზე მივალთ ხალხი პარტია ვერ იქნება ორგანიზატორი მაგრამ ჩვენი პარტია იქნება იქ კარგი დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის